ვიდეოს ვიწყებ $30-35,000 შეკითხვით. და დღეს გადავწყვიტავთ, რომელი უფრო ლოგიკური არჩევანია ამ ორ ავტომობილში, როდესაც ეს ბიუჯეტი გვაქვს ავტომობილის შესაძენად. მოგესალმებით, დღეს წარმოგიდგენთ M850-ს, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც კუპე, კაბრიოლეტი და ასევე გრან კუპე, რომელიც დღეს გვყავს ჩვენ ვიდეოში წარმოდგენი. საკმაოდ კარგი ავტომობილია, არის ძალიან პრემიუმ კლასის, არის ძალიან კომფორტული, ვიზუალურად ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ამ სათვალეებით. ესე ლურჯია სამყარო, ესე ყვითელი. ძალიან კარგი ტყავის ინტერიერი გვაქვს, შავი ყავისფერს შესრულებული. ასევე აქვს სვლის რეჟიმების experience მიმართულება, არაუბრალოდ ჩვეულებრივი სპორტი, კომფორტი და ასე შემდეგ. შეიძლება აირჩიო აღმასრულებლის გამოცდილება და უცებ ამოგიწევს ფარდებს უკან გვერდებში და რაღაცა მანქანაში სიჩუმე ისადგურებს. არის relax experience-ი, რაღაც მუსიკას გირთავს, ცოტა ისეც პასტილის მუსიკას გირთავს და ასე შემდეგ მანქანა გერგება. სანამ აი ამ ყველაფერს გავივლით ერთად და ყველაფერს ერთად ვნახავთ ვიდეოში, მინდა გითხრათ, რომ მე BMW-შნიკი არ ვარ, მეგობრებო. უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ ბოლო პერიოდში სულ დაემთხვა, რომ ამ ბრენდის ავტომობილებს ვიღებთ. კომენტარებში მაინტერესებს თქვენ რა გაინტერესებთ, თქვენ რა მოგწონთ. აქტიურად გამოვუშვით, დააფიქსირეთ თქვენი აზრები და შეძლების და გვარად მაქსიმალურად ყველაფერს გავითვალისწინოთ. ახლა მინდა გითხრათ არეონზე, ჩვენ კი მოვდივართ პარკიდან და ეს ავტომობილი ასე მშვენივრად გამოიყურება. მაგრამ, როდესაც გაქვს ცოტა ისეთი სიტუაცია, რომ გეჩქარება, ან პარკში ვერ მიიყვან საათნახევრით სამფაზი ან რეცხვაზე ავტომობილს, ან უბრალოდ გინდა რომ გქონდეს ავტომობილში აი ესეთი პროდუქტი, რომელიც არსებობს ტყავის საწმენდი, არსებობს ტორპედოს საწმენდი და არსებობს შუშის საწმენდი, აი ესეთი პროდუქტია არეონისგან. მე პირადად დატესტილი მაქვს ტორპედო, შუშა არ მაქვს დატესტილი, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს თუ კარგია, ესეც კარგი იქნება და ტყავის საწმენდი. ავტომობილის ტორპედოს აი სიპრიალეს უმატებს და რაღაც თითქოს ახალია რა, აი ძალიან ლამაზად და კარგად წმინდავს. 25 ცალი არის თითო კოლოფში და შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც იყიდება არეონები. თქვენს წინაშია ყველასთვის ცნობილი 8 ცილინდრიანი ძრავა BMW-სგან 4x4 ლიტრიანი, რომელიც გამოიმუშავებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში 523 ცხენის ძალას 750 ნიუტონ-მეტრს და ამ ცხენის ძალებს 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მეშვეობით გადასცემს როგორც წინ,
ასევე უკანა თვლებს. იმიტომ რომ ეს ავტომობილი არის X-Drive. აი ამ ყველაფრის ხარჯზე, კოლოფის, ძრავის, ამ ციფრების და X-Drive სისტემის ხარჯზე ავტომობილი 0-დან 100-მდე ჩქარდება 3.6 მეათეთში, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი დროა ესეთი ბიზნეს კლასის და მძიმე ავტომობილის შემთხვევაში. საკმაოდ დიდი ცხაურა გვაქვს, რაც თავიდან საკამათო იყო, კრიტიკის მიზეზიც გახდა, მაგრამ ეს რა არის ახალმეშვიდე სერიას რამ ხელაგრილი აქვს საერთოდ. მაგრამ ოკეი, კარგია, იმიტომ რომ კარგად გაგრილდება უფრო ძრავა. ამ ძრავს რაც უფრო მეტ ჰაერს, კარგ ზეთს, კარგ საწოს მივაწვდით, მით უფრო გვიან გაფუჭდება. ძალიან ლამაზია ახალი ლაზერული მაშუქები, ძალიან კარგადაც ანათებს, ვიზუალურადაც ძალიან კარგად გამოიყურება. BMW უпроსტად Bavarian მოტორის ვერკე. BMW ლეიზერ აწერია, მაგრამ BMW ლეიზერ თუ ინგლისურად საუბრობთ. აი ეს სენსორი არის ადაპტივ კრუიზ კონტროლისთვის, წინა ავტომობილს მიყვება ჩქარდება ის, ესეც ჩქარდება ამუხრუჭებს ის, ესეც ამუხრუჭებს ზოლებს ხედავს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს საჭირო რაღაცაა და ნომრით არ დაფაროთ არავითარ შემთხვევაში. დისკები გვაქვს 20 ინჩიანი, შავი ფერის. თვითონ დისკის ფორმა მომწონს, მაგრამ დისკის ფერი არ მომწონს. უფრო ღია ფერს მოუხდენდი ამ მანქანას, მაგრამ ზოგადად ეს ვიზუალი საერთოდ ჩემი აზრით ბიზნეს კლასთან არაფერ შუაში არა და ჯობია რომ სხვა დიზაინის იყოს და მინიმუმ 21 ინჩიანი იყოს. ეს დისკები ალბათ სხვა მოდელს უფრო მოუხდება. საბოლოო ჯამში მაინც ცუდი არ არის, ლამაზია, სუპორტიც შეღებილია შავ ფერში და საბოლოო ჯამში ერთიანობაში ცუდი ნამდვილად არ არის. სამუხრუჭე სისტემა გვაქვს ყველაზე ჩვეულებრივი და ვისურვებდი რომ მინიმუმ დახვრეტილი მაინც იყოს კარგი გაგრილებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ არ არის, პირველმა პატრონმა ვინც შეუკვეთა ამერიკაში ეს მანქანა ცოტა ფული მოჟმოდა. ეს მანქანა ჩამოყვანილია ამერიკიდან 2024 წლიანი მოდელია, დაუზიანებელი ჩამოვიდა, როგორც ხედავთ, ეგეთი ჩამოვიდა, 3000 კილომეტრი აქვს სულ გარბენი, ანუ რეალურად ამ მანქანას ჩვენ შევაფასებთ ისე როგორც ახალს. სრულიად ახალი ღირს $160,000-დან იწყება ფასი. შემდეგ უკვე რა ოფციებსაც ამატებ, იმის მიხედვით იზრდება და იზრდება ფასი. და ამ კონკრეტულ ავტომობილს მისი პატრონი ყიდის და დაახლოებით $75,000 მოიაზრებს ფასს თუ ვინმეს გაინტერესებს. ჩემი აზრით წინ რო დადგები მანქანის წინ და ოდნავ ჩაიმუხლები და დაინახავ ცხვირს, ძალიან გავს მანქანა ზვიგენს. თუმცა ეს უცხო არ არის BMW-ს მოყვარულებისთვის, ძველ მეხუთე და მეშვიდე სერიებს აკულასაც კი ეძახდნენ, აკულა BMW. შესანიშნავი გარემო. სადაც ვარ, მოკლედ ძალიან კარგ ადგილას ვსივარ და რაც არ უნდა 400-ზე გამოხვიდე სახლიდან ან სამსახურიდან, აქ რო ჩაჯდები, მგონია რომ ცოტათი მაინც გამოგიკეთებს ხასიათს. პანორამული ჭერი გვაქვს, ალკანტარას მატერიალში არის შესრულებული ყველაფერი და მომწონს. ეს ყავისფერი ტყავი ძალიან მომწონს, ეს გასაღებიც მომწონს, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა ცოტა უფრო ადრე რომ შეეცვალათ, მაგალითად F06-აც რომ ესეთი გასაღები კონდეს ძალიან კარგი იქნებოდა. ყველაფერი გადმოვიდა აი აქ, აქედან აღარ ვქოქავთ ახალი თაობის BMW-ს მოდელებს, აი აქ გვაქვს სტარტ-სტოპის ღილაკი და გვაქვს აი ესეთი შუშის ვიზუალით გადამრთველი ბერკეტი, მაგრამ რეალურად ეს პლასმასია, შუშა არ არის და კუთხეები ცოტა ისეა დამუშავებული, 106,000-იან მანქანაში უკეთესად ვისურვებდი რა, რაღაც მომენტში გონია რომ შეიძლება ხელიც კი გავიჭრა. საჭე ძალიან კარგია და მომწონს და ამ მანქანას ძალიან უხდება. M-ის შემთხვევაში, M-რის შემთხვევაში ვისურვებდი რომ ცოტა უფრო აგრესიული იყოს საჭე, მაგრამ ყველაფერი ძალიან მომწონს და მისაღებია. ხელის მოსაკიდებელი, აი ეს ხელის მოსაკიდებელი, კარის სახელური თუ რა დავარქვათ, ძალიან მაგონებს. Cayenne-ს შუაში ბარზე რო აქვს, აი ესეთი ორი დეტალი ძალიან გავს, აი ძალიან გავს მაგას. შეგრძნებითაც, ვიზუალითაც ყველაფრით. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან კარგი აუდიო სისტემა, არ არის Bang & Olufsen-ი, არის Harman-ი, მაგრამ კარგი ჟღერადობა აქვს ძალიან. ნაპას ტყავია ყველგან საერთოდ, არ არის დეტალი დატოვებული, რომელიც ტყავით არ იქნება შემოკერილი. აი აქ დაბლაც კი ტყავია, როდესაც ავტომობილებს ძირითად შემთხვევაში დაბლა ტყავს აღარ უკეთებენ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის ტოპი უკვე. მერვე სერია. ეს რომ იყოს მეოთხე სერია, არც მოეთხოვება, მაგრამ ამას მოეთხოვება და აქვს. მაგრამ მინუსებს რაც შეეხება. ფეხების დასასვენებელი ხელით უნდა გავწიოთ და გამოვწიოთ. რატომ? როდესაც შესაძლებელია რომ ეს იყოს ღილაკზე. 213 Mercedes აქვს ღილაკზე. რატომ არის ხელზე? ეგ არ მომწონს. არ მომწონს უბრალოდ ის ფაქტი, რომ ამ ხელად ანხას ვიხდი მანქანაში და რომ მოძრაობ, აი ეს უნდა გავაკეთო. ეგ არ მომწონს. ასევე არ მომწონს აი ეს პლასმასის მატერიალი. საერთოდ მთლიანი ინტერიერი ძალიან მაგარ მატერიალებშია შესრულებული და აი აქ პატარა ზოლი პლასმასის ღილაკები მაქვს და რატომ? ძალიან მომწონს წინ ციფრული დისპლეი.
ყველაფერი ძალიან კარგად და სასიამოვნოდ არის გამოტანილი, ეს გრაფიკული ვიზუალიც კარგად არის დახატული და შესრულებული და ეს მონიტორიც საკმაოდ მოზრდილი ზომის არის touch-ი, მაგრამ შეგვიძლია აქედანაც ვაკონტროლოთ. შეზღუდულ ფუნქციონალზე საჭიდანაც გვაქვს წვდომა და საბოლოო ჯამში, მოკლედ ეს მულტიმედია მონიტორიც საკმაოდ კარგია და თან მანქანის აი ამ პატარა წინა საქარე მინას, რომელიც არის დაბალი და ვიწრო, ესეც დიზაინში ძალიან უხდება. წინა სავარძელი მაქვს მორგებული ჩემზე 1.87 ვარ დაახლოებით სიმაღლეში, პლუს მინუს და შვენივრად ვზივარ, აი მუხლები არ მედება სკამზე, მოკლედ ესე რომ ვიჯდე, ძალიან კარგად გრძნობ თავს, შვენივრად ვეტევი. ამასაც რო გადმოწევდა ყავისფერი ხდება კარგია და ეს მეტალი როა და პლასმასი არ არის, ეგეც კარგია. საკმაოდ კარგი ადგილია აქ და ეს ხომ 4-კარიანი კუპია. შესაბამისად, დასაწუნი ნამდვილად არაფერია უკან. შვენივრად ვეტევ. აქ მაქვს ორი პორტი, USB Type-C პორტები მაქვს, აიდანაც შემიძლია რა თქმა უნდა ტელეფონი ან ნებისმიერ სხვა device-ი დავტენო. მაქვს სავარძლების გათბობა და ორი ღილაკია დატოვებული და დიდი ალბათობით სავარძლების გაგრილების იქნება ეგ ორი ღილაკი და აქედან ვაკონტროლებ კლიმატს, როგორც მე, ასევე ჩემი თანამგზავრი მეორე, იმიტომ რომ ამ ავტომობილს აქვს 4-ზონიანი კლიმატ კონტროლი. ანუ მე შემიძლია საერთოდ სხვა ტემპერატურა მქონდეს ჩართული, აქეთ მგზავრს საერთოდ სხვა და წინ მგზავრს და მძღოლს ასევე განსხვავებული 4 განსხვავებული ტემპერატურა შეგვიძლია რომ დაუბეროთ ამ ავტომობილში, რაც ჩემი აზრით საკმაოდ დიდი კომფორტია და არავინ არ იკამათებს და ყველა ბედნიერი იქნება ამ მანქანით მგზავრობისას. მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაპრო აი ამ დეტალზე. მე ძალიან მომწონს frameless კარი, რომელსაც ჩარჩო არ მოყვება, კუპესთვის მახასიათებელი, მაგრამ აი ეს რა არის? What is this BMW? ეს რა არის? ანუ ეს არ მომწონს. რო დავხურავთ, ოკეი, მაგრამ აი ეს არ მომწონს. ეს ბევრად უკეთესად შეიძლებოდა რომ ყოფილიყო გაკეთებული. პროფილში, აი ამ კამერიდან ვინც მიყურებთ, ახლა შეამჩნევთ რომ ეს დისკები აშკარად პატარა ამ მანქანისთვის და ვიდეოს დასაწყისში რაც თქვი, ცოტა უფრო დიდი და ღია ფერის დისკები მოუხდებოდა ამ ავტომობილს. პროფილში მანქანა არაჩვეულებრივად გამოიყურება, ძალიან ლამაზია, ეს მაშუკით ძალიან ლამაზად გადმოდის, ცხვირიც ლამაზია და შუაშიც რა თქმა უნდა ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ არის კუპე. უკან ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება. საბარგულს აქვს დაქტეილის ფორმა. კი, აქ დამატებით დაქტეილი კიდევ უფრო მეტად მოუხდებოდა, რომ იყოს M8, მაგრამ 850-ისთვის საკმარისად დახვეწილი და საკმარისად სპორტული უკანა ვიზუალი. საბარგულის სიტუაცია ასე გამოიყურება, თუ მაგალითად წინამორბედს ემბლემიდან ვაღებთ, ამას ესე ღილაკით ვაღებთ. დიდი ზომის ნივთს ესე ვერ შევტევთ, მაგრამ სიღრმე აქვს და ბევრ პატარა ნივთს დავტევთ საკმაოდ კარგად. აქ გვაქვს ორი ღილაკი და ამაზე მინდოდა მეთქვა ზოგადად, ძალიან ბევრმა არ იცის ეს ბოქლომი რას ნიშნავს. ერთი არის საბარგულის დახურვა, ხოლო მეორე ბოქლომი, რომელიც ძალიან ბევრ მანქანაზე გვხვდება, ასრულებს შემდეგ ფუნქციას. მაგალითად, მოვედით მანქანასთან, გასაღები გვიდევს ჯიბეში. ავიღეთ ჩანთები, პარკები რა მნიშვნელობა აქვს და ორივე ხელი გვაქვს დაკავებული, ან ჯიბეში ჩაყოფა და გასაღების ამოღება საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. ბოქლომს აწვევი და ამ შემთხვევაში უკვე ავტომობილის საბარგულს რომ დახურავს, თლიან მანქანასაც ჩაკეტავს. აი ეს არის ბოქლომი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, გვაქვს უკანა ხედვის კამერა და ზოგადად 360 კამერები გვაქვს. ახლა კი დროა მოვირგოთ ძღოლის სავარძელი და ისე გავტესტოთ ეს ავტომობილი ქალაქში. და თან ცოტა აგრესიულად დავიძრათ. ოდის გიხდით ვიდეო კრიტიკულ მომენტში დაგიპაუზეთ, მაგრამ 2-3 წამს წაგართმევთ სულ. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უსო საქართველოს, რომელიც ისეთ ავტომობილებს გვატანს გადასაღებად, როგორც არის Ferrari, Lamborghini, Porsche, Bentley თუ სხვა. უკვე იცით რას უნდა უყუროთ ეს ვიდეო რომ მორჩება, მაგრამ ასევე წინ გელოდება ძალიან ბევრი საინტერესო ეგზოტიკური ავტომობილები. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Areon საქართველოს, რომელიც სურნელით უზრუნველყოფს ჩვენს ავტომობილებს და ხშირად გვანებიურებს მე და თქვენ გათამაშებებით. ყველა ვიდეოდან გააკეთეთ მიმები პაპელას ხალხში ჩემს ჯგუფში ატვირთეთ და ყოველი ვიდეოს ატვირთვიდან ერთ კვირაში გამოირჩევა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება Areonis პროდუქციით. საუკეთესო მიმის ავტორი კონკრეტული ვიდეოდან. ეს ტრადიცია Areonთან ერთად დავნერგეთ და ასე გავუყვებით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Ford Dealer Auto Imports გვერდში დგომისთვის და Leader Motors, ხოლო რაც შეეხება The Park თბილისს.
ზეპარკ თბილისში გაირეცხა ეს და წინა მორბედი ავტომობილები, რომლებიც ჩვენს ვიდეოებში გამოჩნდა და ახლა მოდი გადავინაცვლოთ პარკში. ზეპარკ თბილისთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ყოველი ვიდეოს შემდეგ კომენტარებიდან ამოვარჩიოთ 2 გამარჯვებული, რომელიც მიიღებენ სრულიად უფასოდ საკუთარ ავტომობილზე ან მეგობრის, მეზობლის, ძმაკაცის არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ მეგობრებო, თქვენ მოიგებთ ავტომობილის სამფაზიან რეცხვას. მე კი შეგახსენებთ, რომ გარდა სამფაზიანი რეცხვისა, რომლის ფარგლებშიც აი ასე გაგიწკრიალებენ, სულ ახალივით იქნება თქვენი ავტომობილი, პარკში შეგიძლიათ მიიღოთ სხვა სერვისებიც, როგორც არის მაგალითად ავტომობილის პოლირება. და ხედავთ როგორი ავტომობილი დგას ამ ბოქსში და როგორ ავტომობილებს ანდობენ მეპატრონეები ზეპარკ თბილისს. სხვადასხვა რიგებია და თუ ვინმეს გადაწყვეტილი გაქვთ უკვე რომ პოლირება უნდა გაუკეთოთ თქვენს ავტომობილს, ცოტა უნდა იჩქაროთ და ჩაეწეროთ რიგში. ასევე პარკში გვაქვს მაღაზია, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიძინოთ. ეს უფრო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უყვარს მისი ავტომობილები, ან ყოველდღე ვერ ახერხებენ აქ მოსვლას, ან უბრალოდ შორს ცხოვრობენ. და აქ არის სხვადასხვა საშუალებები, როგორიც არის ავტომობილის შამპუნები, ავტომობილის ვაქსი, ავტომობილის კერამიკის ეფექტის მიმცემი და ასე შემდეგ. ნუ ამაში უფრო მეტად პროფესიონალები გაგარკვევენ ვიდრე მე, აქ რომ მოგზანდებით, მაგრამ გარდა ამ პროდუქტებისა, მიკროფაიბერის ნაჭრები შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც ავტომობილის საღებავს არ კაწრავს, ძალიან უფრთხილდება და ასე შემდეგ. აი აქ რასაც ხედავთ, მოკლედ ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ და რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი რომ ამხელა ჭურჭელი შეიძინოთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივად გრამაჟობით თქვენ თვითონ რამდენი გრამის დაგჭირდებათ, იმდენი გრამი შეიძინოთ. უფრო მეტი დეტალისთვის დაუკავშირდით ზეპარკ თბილისს Instagram-ზე მონიშნულ ნომერზე, ან უბრალოდ მიწერეთ ნებისმიერ სოციალურ ქსელებში და ტარიფებს და სხვა ყველა დეტალში, რომელი საშუალება რისთვის არის უკეთესი და თქვენთვის რომელი იქნება უფრო საჭირო, ასე ვთქვათ, გაგარკვევენ უკვე პროფესიონალები. მოკლედ პარკის სიახლეები ასე გამოიყურება. ამ ლოკაციაზე ვარ მე ახლა ვიდეოს დასასრულს წერ, მაგრამ თქვენ ისევ ვიდეოს დაუბრუნდით და ამ ლოკაციაზე დაგელოდებით ვიდეოს ბოლოს. ჩემთვის დიდი მინუსია X-Drive, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც დონატები და დრიფტი არ აინტერესებს, იმათვის მშვენიერია. პრინციპში ამანქანის რეალით არ ვიცი რამდენად კომფორტული იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ ძიმე წონის და დიდი ზომის ავტომობილია. ხოლო X-Drive კი ზამთარში ძალიან გამოსადეგარი ფუნქცია. ეხლა მაინტერესებს X-Drive თუ უბრალოდ გაცურდება ავტომობილი და ბევრს არ ვაწვალებ, იმიტომ რომ არ მინდა რაღაცა გავაფუჭო. ერთ ვწდი და აქ დავამთავრებ ყველაფერს. გაცურდება, თუმცა ნამდვილად არ ღირს ასფალტზე და მშრალ ზედაპირზე ამ მანქანის წვალება. 8 ცილინდრს ძალიან კარგი ხმა აქვს, მე უკვე 12-10 ცილინდრიანი ძრავებიც, რა თქმა უნდა შესანიშნავია, კარგად თუ გააკეთებ 6 ცილინდრიანსაც კარგი ხმა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც 8 ცილინდრის ხმას არანაირი ძრავის ხმა არ მირჩევნია. თუ ასარჩევად არის საქმე, რა თქმა უნდა. აჩქარების დროსაც ძალიან კარგად ისმის ხმა. სასიამოვნოა, მე მომწონს. ბარბლებიც აქვს, ანუ თან მანქანა არის სრულიად სტოკი. სტოკის კვალობაზე მშვენიერი ხმა აქვს, მეტი რო არ არის საჭირო ისეთი. სამართავად ძალიან მსუბუქია, ვერ გრძნობ იმ დიდ წონას, რაც ამ ავტომობილს აქვს და ეგ ერთის მხრივ კარგია, 850-ის შემთხვევაში კარგია. M8 შემთხვევაში მირჩევნია ყველაფერს უფრო მეტად უგრძნობდე. ხმას რაც შეეხება, ისთვის ძალიან სასიამოვნო, არც შემაწუხებელია. მე რაღაც ძალიან სასიამოვნო ბალანსად. ავტომობილი ისე პატარა რადიუსი ტრიალებს, რომ დიდი ალბათობით უკანა საბურავებით უხვევს, სიმართლე გითხრათ არ შეგვიმოწმებია, მაგრამ სავარაუდოდ ეგრე იქნება. კომფორტ რეჟიმში ავტომობილი ჩუმდება, წყნარდება და უფრო კარგი და სასიამოვნო ხდება ყოფნა. გაზზეც არ აქვს ძაფრი რეაქცია, გრძნობელობა აკლდება და აი ეს გადახდომებს აღარ აკეთებს, რასაც სპორტში აკეთებს. მენიუში მაქვს ესეთი განყოფილება, კარში რომ შევდივარ, experience mode ესე ქვია და მაქვს executive, ანუ აღამასრულებელი, expressive, ანუ გამოხატულება, expression, ალბათ მაგას ნიშნავს და ნუ ისეთი გზა ახატია, რომ სპორტულს გულისხმობს და well-being, ანუ კარგად ყოფნა. Executives როგორც კი ავირჩევთ, ამოდის ფარდები
და კი, ჩემოძმა ვლაპარაკო ვიდეოში. Executives როგორც კი ავირჩევთ, უკან ფარდები ამოვიდა, როგორც უკანა საქარეზე, ასევე მგზავრებზე და ავტომობილში უფრო სიმყუდროვე დადგა თუ რა ვიცი, მყუდრო გარემო შეიქმნება უფრო ავტომობილში. End mode დავაწვევით, გაგვითიშავს ამას. Well-being-ს რაც შეეხება, well-being-ი გვეუბნება, რომ მზის ჩასვლის დროს არის ეს mode-ი რეკომენდირებული, წყნარად, მშვიდად სიარულისთვის და რაღაცნაირი მელოდიაც ისმის, ეს სპას მივამსგავსებდი ამ მელოდიას. Expressive-ს როდესაც ჩავრთავთ, უკვე ყველაფერი გადაიხდება, პანორამაც უკანაც გაიხსნა, წინაც გაიხსნა, ფარდები ისევ დაიმალა და უფრო მეტად ხედავ, ყველაფერზე მაქვს წვდომა და ავტომობილიც უფრო აგრესიული გახდა, აქსელერატორიც უფრო გრძნობიარე გახდა და მოკლედ ეს არის ალბათ უფრო სერპანტინებზე სასიარულოდ, აქტიურად, გასართობად, დინამიური სვლისთვის. ძალიან მაგარია, რომ ერთღილაკზეა ესე დაპროგრამებული ეს ყველაფერი. სეტინგების განყოფილება აქვს თითოეულ modes, სადაც შეგვიძლია რაღაცეები კიდევ უფრო მეტად ჩვენს გემოზე და უფრო პერსონალიზებული გავხადოთ ეს experience განყოფილებები და მოვირგოთ ჩვენზე. და კიდე ძალიან კარგია ეს არეონი, რომელმაც ძალიან კარგი სუნი დააყენა ინტერიერში. ჩემდა გასაკვირად არის ამ მანქანაში რაღაცა, რაც სიმყუდროვეს ძალიან არღვევს და ეს არის სავარძლების გაგრილება. გესმით ხმა? ანუ რამხელა ხმა აქვს სავარძლების გაგრილებას? კი, ძალიან კარგად აგრილებს. ესე ეფექტური სავარძლის გაგრილება მე ჯერ არც ერთ მანქანაში არ მინახია. არც Bentley-ში, არც Rolls-Royce-ში, არსად, აი ესე ძლიერად რომ აგრილებდეს და ესე კარგად რომ გრძნობდე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ეფექტურია და თავის საქმეს კარგად აკეთებს, აი ამ ხელახმაური არ მინდა. თუ მუსიკა არ მაქვს ჩართული, ძალიან შემაწუხებელია სავარძლის გაგრილების ხმა. საბოლოო ჯამში მანქანა მართლა ძალიან კარგია. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თამამად უწოდოთ მას აღმასრულებელი კლასის სპორტული ავტომობილი, მაგრამ გადაიხდიდით თუ არა 70-დან $80,000-მდე მეორადში, ნუ პრინციპში ეს მეორადი თითქმის არც გამოდის 3,000 კილომეტრი აქვს სულ გარბენი და 24-იანია, მაგრამ მაინც გადაიხდიდით თუ არა ამ თანხას, თუ 70-80-ში არჩევანს სხვა ბრენდზე ან სხვა მოდელზე გააკეთებდით. ეს უკვე თქვენ მითხარით კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი აზრი. გადავიტანოთ გადაცემათა კოლოფი სპორტში, ავირჩიოთ სპორტის სვლის რეჟიმი, ასევე ტრეკშენი გავთიშოთ ნახევრად, ანუ სპორტულად. არ არის საჭირო ბოლომდე გათიშული, მაინც ვერსად ვერ გავსრიალდებით და ვნახოთ წყნეთის სერპანტინებზე როგორ ივლის. ასევე experience mode-ი კვლავ გვაქვს არჩეული, expressive და აქ არაფრის ცვლილება არ გვჭირდება. არა, კარგად მიდის. 110, 120 იყო. არა, კარგად მიდის ძალიან. თან საფარიც არ არის ეხა ისეთი, რომ კარგად იდგეს მანქანა, მართლა კარგად მიდის. აგენ 16-ით მივდივართ. გადაცემათა კოლოფი ZF-იც ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან სწრაფად რთავს. შეიძლება Porsche PDK ვერ არის, მაგრამ ძალიან არ ჩამოუვარდება. მანქანაც კარგად დგას, საითაც მიმართავ, აი ზუსტად იქეთ მიდის. უბრალოდ ეს გზის საფარი აქეთ-იქით გახტუნავებს მაინც. ნუ არ გვაქვს კარგი გზა წყნეთში. რო ვთქვა, ცუდად ჩერდება თქო არა. F85 რომ გადავიღე, X-ი, M-ი. ძალიან არ მომეწონა სამუხრუჭე სისტემა და ვთქვი იქ M-ის სამუხრუჭე სისტემა აყენია. აქ აყენია ყველაზე საბაზისო სამუხრუჭე სისტემა და ისეთი საბეჭდილება მრჩება, რომ ეს მანქანა უკეთესად ჩერდება. მოდი ამ პირველ სიჩქარით დავიძრათ, რას ვიზავთ. მანქანა მართლა კარგად მიდის. თან აღმართში მივდივართ, თან სამი კაცი ვხედავთ. და ეს ხმა ძალიან კარგია. ახოთ მოსახვევებში როგორ შედის. მოკლედ, სამართავად სუფთა სისხლის BMW-ა.
და იმსახურებს რომ უბრალოდ 850-ის მაგერად M850 ერქვას, იმიტომ რომ სპორტულობაც საკმაოდ საგრძნობია ამ მანქანაში. ნუ ეს M-ი უფრო მარკეტინგული ხრიკია. ყველა მაინც ემსაკრავდა არა M-ებსაც და ადგა BMW-მ და ქარხნიდანვე დააკრა M-ი. ქარხნიდანვე გაუხარა გული BMW-ს ნიკებს, რომ აღარ მოგიწევთ ელიავაზე ყიდვა და მიტყებებაო, ეს იფიქრეს ბავარიაში ჩემი აზრით თქვა. არა, მოსახვევი მართლა კარგად უჭირო. $850-ი ამ შემთხვევაში X-Drive-ი აერთიანებს სპორტულ ხასიათს, ბრენდისთვის მახასიათებელს, კომფორტს, ფუფუნებას და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს არის ძალიან ზოგადი შეჯამება, რომელსაც რო დაგუგლოთ, მაშინაც ნახავთ. ჩემი პირადი აზრით, ეს მანქანა არ იყო საინტერესო. არც ვიცოდი რა მიზეზით ვიღებდი, უბრალოდ იყო დიდი სურვილი რამდენიმე ადამიანისგან რომ გადამეღო და მეთქი მოდი და გადავიღოთ. გამოვცადე და ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, არ მეგონა თუ იქნებოდა ესეთი სპორტული ხასიათის, არ მეგონა თუ იქნებოდა ესეთი კომფორტული და ესეთი სასიამოვნო საბოლოო ჯამში. მე M8-ის ქვემოთ არ ვცნობდი, რატომღაც მქონდა ის მოლოდინი, რომ როცა M8 არსებობს, რატომ უნდა გაინტერესებდეს ესეთი ავტომობილები. თუმცა ესეთ ავტომობილებსაც ყავს თავისი მომხმარებელი, ის ადამიანები, ვისაც არ უნდათ რომ ძალიან ხმა აწუხებდეთ, ის ადამიანები, ვისაც არ უნდათ რეალი, ის ადამიანები, ვისაც არ უნდათ ამდენი ცხენის ძალა. ასე რომ ამასაც 840-საც თავისი მომხმარებელი ყავს და საკმაოდ საინტერესო ავტომობილია, ვინც განიხილავთ რომ ამ კლასის ავტომობილებიდან აირჩიოთ ერთ-ერთი ახალ CLS ნამდვილად ჯობია. სხვა მოდელების რა მოგახსენოთ, შეიძლება რომ შევადაროთ Audi-s A7, S7 უფრო სწორად, უნდა შევადაროთ ეს. მანდ უკვე საკამათოა ვის რომელი ურჩევნია. ორივე 4-ვე ამძრავია, ბევრი რო არ ვილაპარაკო Audi-ს, რაღაცეების სისტემურად ერთი სტილის აქვს, მაგრამ ყველაფერი მაინც უფრო გემოვნების საკითხია. ავტომობილის შეძენა უფრო იაფადად შესაძლებელია, თუ 24-იანი არ იქნება 21-იანი, 20-იანი, უკვე 5-იანი, 4-იანი შეიძლება დაიწყოს ამ ავტომობილის ფასი. შესაბამისად ამ ფასში უკვე საკმაოდ საინტერესო ავტომობილი ხდება. თუ მანქანების მოვლა გიყვართ და კაპრიზულ მანქანასთან პრობლემა არ გაქვთ, მაშინ ერთ-ერთი მშვენიერი არჩევანია ეს ავტომობილი. დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. რომელიც გამოიმუშავებს 523-525 ცხენის ძალას, ეს განამე შემეშალა, ეხლა გააჩინა როგორ ხასიათზე. კარგი. საბოლოო ჯამში ასეთი ვიზუალი აქვს რა, რომელიც ან მოგწონს, ან არ მოგწონს. თქვენი გადასაწყვეტია, მე არ მინდა რომ რაღაც დაიკეტ. ეს უნდა დააბრახუნო და რო არ დავაბრახუნეთ მაგით. აი! ახლა რა ხდება უკან? ახლა რა ხდება? ახლა ვაფშე მოკლედ 8 ცილინდრის ხმა კარგია და ჩემო ცოლმარონ თითქმის წითელზე გაიარა და მე აქ დამტოვა. ეგ ვაფშე მაგარი. ვარია, ეს ის მომენტია რომ არ უნდა წასულიყავი და კარგი იქნებოდა ესე უკანა წამყვანი რო იყოს, უკანა წამყვანი რო იყოს აჩიკო. ამ ხელა კაშალოტით რო ვისრიალებდით.